გამარჯობათ. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი ერთგვარად მომავალი გადაცემების თემებზე და ამ გადაცემებს შეიძლება დავარქვათ ესე დავიწყებული გმირები. დავიწყებული გმირები ყავს საქართველოს მთელი რიგი სხვადასხვა გარემოების გამო. ზოგ შემთხვევაში ვთქვათ აქ დანაშაული ჩვენიც არის ისტორიკოსების რომლებმაც ვთქვათ გარკვეულ პერიოდში გარკვეულწილად ეს ადამიანები არც თუ ისე პოზიტიურად შევაფასეთ, იმიტომ რომ იმ პერიოდის ვთქვათ ზოგად განწყობებს და საისტორიო ტენდენციებს მათი მოღვაწეობა, მათი ცხოვრების გზა არ ემთხვეოდა. ზოგიერთ შემთხვევაში იმიტომ რომ ვთქვათ უბრალოდ თავად ეს პიროვნებები იყვნენ იმ პერიოდის, როცა ისინი მოღვაწეობდნენ მმართველების, მეფეების, ოპონენტები და შესაბამისად არ წყალობდათ ისტორიკოსები. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ადამიანებმა უდიდესი გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქართველოს ისტორიაშიც და შეიძლება ესე ითქვას მსოფლიო ისტორიაშიც. ამ პიროვნებათაგან გამოვარჩევდი სამს. ეს არის ცნობილი ლიპარიტ დიდი ბაღვაში, ლიპარიტ მეოთხე წოდებული. ეს არის სარგის ჯაყელი ციხის ჯვარელი და ეს არის გივი ამილახვარი. ლიპარიტ ბაღვაში სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს უკანასკნელი ბრძოლები ბიზანტიისაგან მისი დამოუკიდებლობისათვის. ლიპარიტ ბაღვაში არის ის ისტორიულად აღიარებული პიროვნება, რომელმაც სასტიკი მარცხი აწუნია და აგემა ვიკინგებს და თან ვიკინგები ძალიან სერიოზულ სამხედრო შენაერთს. ლიპარიტ ბაღვაში არის ის ადამიანი, რომელიც მთელი ბიზანტიის იმპერიის არმიას სარდლობდა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ და მან თურქ-სელჩუკთა ექსპანსია დაახლოებით 20 წლით შეაჩერა. ლიპარიტ ბაღვაში იყო ის პიროვნება, რომელმაც ერთხელ თბილისის ამირა ხელთ იგდოდა პრაქტიკულად თბილისის განთავისუფლებამდე 90 წლით ადრე გააჩინა იმის შესაძლებლობა, რომ თბილისი მართლა განთავისუფლებული იყო და საქართველოს დაბრუნებოდა და მეორედ პრაქტიკულად ბოლომდე მიიყვანა ეს პროცესი და თუ რატომ რა მოხდა, როგორ მოხდა, რამ გამოიწვია მისი დაპირისპირება საქართველოს სამეფო კართან იმ პერიოდის თქვათ ქართული ელიტის ერთ ნაწილთან და მეფე ბაგრატ მეოთხესთან. ამ ყველაფერზე ალბათ მსჯელობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ლიპარიტ ბაღვაშზე როგორც არ უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენ მის ღვაწლს საქართველოს ისტორიიდან ვერ წავშლით და ეს ლიპარიტ ბაღვაში სხვათა შორის იყო იმ უდიდესი ქართველის მეგობარი და ბოლოს ასე ვთქვათ თანამოაზრე და თანამოღვაწე, რომელმა უდიდესმა ქართველმაც გაზარდა მთელი დავით აღმაშენებლის დასი და რომელი ქართველის მიერ თარგმნილ სახარებასაც დღეს ჩვენს ტაძრებში ვკითხულობთ. გულისხმობ გიორგი მთაწმინდას. ლიპარიტ ბაღვაში ეს იგივე გიორგი მთაწმინდელის უახლოესი თანამებრძოლი და მეგობარი მამა ანტონია. ასე რომ ამ ადამიანზე ალბათ მსჯელობა გახსენება უპრიანი იქნება. ასევე ძალიან დიდი პიროვნება იყო სარგის ჯაყელი ციხის ჯვარელი. სარგის ჯაყელი ციხის ჯვარელის სახელთან ერთის მხრივ დაკავშირებულია მესხეთის ხასინჯუს სტატუსით ცალკე ერთეულად დაფიქსირება გარკვეული პერიოდით. მეორეს მხრივ ეს ნიშნავდა, რომ საქართველოს 1/3-ზე მეტი ყოველგვარი მონღოლური გადასახადებისგან გათავისუფლდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც თავის სიცოცხლის უდიდესი ნაწილი შესწირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. მისი გადარჩენილია დავითულუ დემეტრე თავდადებულის მამაზეა საუბარი. მისი ღვაწლი და მისი ბრძოლა მონღოლების წინააღმდეგ არ შეჩერებულა პრაქტიკულად არასდროს და მიუხედავად იმისა, რომ ჰულაგუიანი ყაენები მას ფრიად წყალობდნენ, სიკვდილის წინ სარგის ჯაყელი კიდევ ერთხელ აუჯანყდა მონღოლებს და შემთხვევით არ იყო, რომ უდიდესი ქართველი პოეტი ტიციან ტაბიძე როდესაც თავის ცნობილ ლექსს უძღვნის სარგის ჯაყელ ციხის ჯვარელს, ბოლოს ესე ამთავრებდა: სიტყვა გეკუთვნის სარგის ჯაყელო. საქართველოს ისტორიის წინაშე
როცა ტიციან ტაბიძე, გმირი ტიციან ტაბიძე ვინმეს ანიჭებდა სიტყვის უფლებას, უყუდავი სიტყვის უფლებას, ალბათ ამ ადამიანის გახსენება და არ დავიწყება უდიდესი და უმნიშვნელოვანესი. გივი ამილახვარი ეს იყო მე-18 საუკუნის მოღვაწე ქართველი. ასევე მივიწყებული გმირი. ადამიანი, რომლის დამსახურებაც არის სწორედ, რომ 138 წლიანი პაუზის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანული წესით აღდგა მეფობა, რომ 140 წლის შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძარში ქრისტიანული წესით მეფეთ აკურთხეს თეიმურაზ მეორე და ერეკლე მეორე. გივი ამილახვარი იყო ადამიანი, რომელსაც უამრავი ბრძოლა აქვს მოგებული პრაქტიკულად უძლეველი ნადირშახისთვის. 1000-ზე მეტ ბრძოლაში აქვს მოპოვებული გამარჯვება. ეს იყო კაცი, რომელიც სხვადასხვა დროს და პარალელურად პრაქტიკულად ებრძოდა ოსმალეთის იმპერიასაც, ყიზილბაშურ ირანსაც, შიდა მტრებსაც, გარე მტრებსაც და ყველაფერი იქნა იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივად დაკარგული საქართველო ისევ სოფლიოსთვის მნიშვნელოვან სახელმწიფოდ აღედგინა. გივი ამილახვრის მოღვაწეობის ბოლო პერიოდში ეს ის ხანაა, როდესაც უკვე საქართველოზე ისევ ალაპარაკდა ევროპული საზოგადოება. გივი ამილახვარი იყო ქაშვეთის იმ ცნობილი ტაძრის ამშენებელი, რომელიც იდგა დღევანდელი ქაშვეთის ადგილას მე-20 საუკუნის დასაწყისამდე. ეს იყო ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად თავისი ქველმოქმედებით უდიდესი წვლილი შეიტანა მესხეთში დღემდე მოღწეული ტაძრების გადარჩენაში, ქართველი ახალგაზრდების აღზრდაში, მათთვის განათლების მიცემასაც და შემწეობაში და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა უდიდესი ეპოქა და შესაბამისად ამ კაცის ამ სოფლიო მნიშვნელობის პიროვნების ღვაწლი გარკვეულწილად მივიწყებული. ჩვენ გვყავს კიდევ უფრო შეიძლება ნაკლები მასშტაბის, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობის გმირები, რომელთა მსგავს მაგალითებზე, მაგალითად უცხოელები დიდ ფილმებს